მოგესალმებით ყველას, მაშასე ვიწყებთ ფანების ლიგის მეოთხე სეზონს. ფანების ლიგა, როგორც მოგეხსენებათ, არის სპორტულ საფეხბურთო ინტელექტუალური თამაში, რომელშიც მონაწილეობენ ქართული კლუბების გულშემატკივრები და უკვე აი მეოთხე სეზონის დროც მოვიდა. წინა სამი სეზონის გამარჯვებული, როგორც მოგეხსენებათ, გახლავთ თბილისის დინამო. და ჩვენ აი ველით რა იქნება მეოთხე სეზონში გაგრძელდება დინამოს ჰეგემონია თუ რომელიმე სხვა მონაწილე კლუბის გულშემატკივრები შეძლებენ მათი ჰეგემონიის დამხობას. მე გეტყვით აუცილებლად რომ ჩვენი პროექტის წარმდგენი გახლავთ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio. ჩვენი წლევანდელი სეზონის გამარჯვებული კი ტრადიციულად გაემგზავრება საქართველოს ნაკრების რომელიმე გასვლით თამაშზე, რომელიც სავარაუდოდ იქნება ნოემბერში. და ჩვენ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ პირველი მატჩი, რომელიც ვიდა წარმოგიდგინოთ, გახლავთ ერთგვარი დერბი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან მოყვარულთა ლიგა და 7-7-ზე ფეხბურთის ასოციაცია. წარმოგიდგენთ მონაწილე გუნდებს. მაშასე შეგვიძლია დავიწყოთ უკვე და მოყვარულთა ლიგა გოგა მაჭარაშვილი და ტატო ჩარექიშვილი. მოგესალმებით, ბიჭებო, როგორ ხართ? მომენატრეთ, кайხარი აღარ ვილახართ. რა ხდება თქვენსკენ, როგორ მიდის ამბები? ავიწყეთ ჩვენი ტრადიციული ტურნირი, სამეტაპიანი ტურნირი გვაქვს. თბილისის სუპერლიგა, დასავლეთის სუპერლიგა აქტიურ ფაზაშია. პირველი წრე დამთავრდა ორივე ტურნირზე და მუნიციპალური ეტაპები მიმდინარეობს პარალელურად. და თუკი საღამოს მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებს უყურებენ ფეხბურთელები, მეორე დღეს უკვე ცდილობენ თავიანთი კუმირების მეთები გადაიტან უკვე გაიმეორონ, ხო? მოყვარულთა დონეზე. ასე რომ აქტიურად ვარ ჩართულები ფეხბურთში მთელი საქართველოს მასშტაბით. ძალიან კარგია, მიხარია, ძალიან ხედავ რომ ყოველწლიურად იზრდება მოყვარულთა ლიგის ლიგაში მონაწილეთა რაოდენობაც, თამაშების ხარისხიც და ინტერესიც გულშემატკივრების მხრიდან, რა ვიცი ხა ვიდეოებიც ვნახეთ, სადაც, რავი, იმდენი ხალხი ესწრება მოყვარულთა ლიგის თამაშებს, ცოტა ეროვნულ ლიგასაც შეშურდება. კი, ნამდვილად შეშურდება და ძალიან კაი მიხარია, მართლა ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და წარმატებას გისურვებთ რა თქმა უნდა. წარმატებას გისურვებთ თქვენს და მოწინააღმდეგე გუნდს. გაიხარეთ და ამასობაში მოწინააღმდეგე გუნდსაც გაგაცნობთ 7-7-ზე ფეხბურთის ასოციაცია, მიშა კობახიძე, ნიკოლოზ ლიპარიშვილი. მოგესალმებით, ბიჭებო, როგორ ხართ? კარგად. თქვენსკენ რა ხდება? თქვენსკენაც ვიცი რომ ძალიან კარგი ამბები არის. კი, გახურებული არის ჩემპიონატი უკვე პირველი, მეორე, მესამე ლიგა საქართველოს მასშტაბითაც მიმდინარეობს და კარგად გულშემატკივრობაზე ჩვენთანაც ძალიან მაგარი გულშემატკივრობა არის, მართლა რომ შეშურდება ეროვნულ ლიგას ისეთი გულშემატკივრობა გვაქვს ჩვენს მეორე ლიგას. კი, არა, მეც ვიცი, ფათაშორის ერთ-ერთი იგივე ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის გუნდის პარტნიორები ვართ ჩვენს Sports Production Studio და ძალიან მიხარია რომ ჩავერთეთ და თქვენთან ერთად ვართ ამ ამბავში და რაღაც საერთო საქმეს ვაკეთებთ რა. ჩვენც გვიხარია. ისიც ვიცი რომ ძალიან კარგი გოლი გაუტანე. ცოტა ხნის წინ. რა თქმა უნდა თქვენც ასევე წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმეში და იმედია უფრო და უფრო წინ წავალთ ორივე მხრივ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ამბავი რა. სოფლიო ჩემპიონატის გვიწევს მე მგონი შემოდგომაზე 7-7-ზე საფეხბურთო გვიწევს ამბავში და წარმატებები. მადლობა. წარმატებები თქვენ. მოკლედ რა თქმა უნდა წარმატებები ორივე კლუბს ჩვენთან თამაშშიც და შეგვიძლია დავიწყოთ. მე ჩვენს მაყურებელს ვეთქვი რომ დიდად ჩვენი წესები არ შეცვლილა. თითქმის იგივეა ყველაფერი. უბრალოდ პერიოდულად, ყოველი ეტაპის წინ გეტყვით ხოლმე რა და როგორ ხდება. უბრალოდ თავიდანვე გეტყვით რომ უცხოურ ტურს ერთი კითხვა ამოაკლდა. ერთი კითხვა ამოაკლდა ქართულ ტურს, სადაც ორთულიანი კითხვებია და დაემატა მსოფლიო ჩემპიონატის ტური. მსოფლიო ჩემპიონატის დღეებია და სხვანაირად არ შეიძლებოდა ახლა მსოფლიო ჩემპიონატს რომ არ შევხებოდეთ. ასე რომ ეგ ამბავია მეტი განსაკუთრებული არაფერი. სარბიელის ტური არის ისე. გადაიკითხე ყველა ნომერი. დაარსებინა. ყველა ნომერი გადაიკითხე, ხო? კი ბატონო, ძალიან კარგი. მე მგონი შეგვიძლია დავიწყოთ კიდევ ერთხელ წარმატებები და უცხოური ტური. მაშასე პირველი რაუნდი, უცხოური ტური, პირველი შეკითხვა.
მისი ოფიციალური სახელია ანტონიუ აუგუსტო რიბეირო რუის ჯუნიორი. თუმცა ამ ვეტერან ბრაზილიელ ნახევარმცველს გულშემატკივრები სულ სხვა სახელით ვიცნობთ. მან კარიერა ვასკო და გამაში დაასრულა 2013 წელს. მანამდე ნიუ-იორკის Red Bull-ში გართობაც მოასწრო. საუკეთესო წლები კი საფრანგეთის ლიონში გაატარა. და მოყვარულთა ლიგა ჟუნინიო სწორი პასუხია. ნამდვილად და ჩვენი სეზონის პირველი ქულა გოგას ანგარიშია, გილოცავ გოგა. და პირველი ქულა 1-0 ანგარიში და მეორე შეკითხვა. ამ ინგლისელმა ფეხბურთელმა დიდებულად დაასრულა სადებიუტო სეზონი ლონდონის არსენალში. 51 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ჩემპიონი გახდა და ტომას ტუხელმა ნაკრებშიც უხმო. ის არსენალს კრისტალ პალასიდან შეუერთდა, სადაც ისევ მოყვარულებმა დაასწრეს. აბა გისმენთ? თუ არ გვაქვს პასუხი, მაშინ გავაგზელებ კითხვის საკითხოს მეთოქისთვის. მადუიკე? არ არის სწორი პასუხი, თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე მოისმინოთ შეკითხვა და მერე უპასუხოთ. პასუხი გვაქვს. ეზე. კი ბატონო, ეზე სწორი პასუხია. არა შეგიძლიათ ბოლომდე მოგესმინოთ. 1-1 ანგარიში და მესამე შეკითხვა. ჩაბი ალონსო, ბასტიან შვაინშტაიგერი და ჩავი, ეს სამი ფეხბურთელი იყო ამ გერმანელი მოთამაშის კერპი. დღეს ის თავად თამაშობს მათ პოზიციაზე და არც თუ წარუმატებლად. ბაიერნის მაისურით უკვე მე-10-ად მოიგო ბუნდესლიგა. გისმენთ? კიმიხი? კიმიხის სწორი პასუხია, კი ბატონო, 2-1 გახდა ანგარიში და უცხოური ტურის მეოთხე ბოლო შეკითხვა. ამ ხორვატი მცველის ერთი და მოდელია. მეორე კი ხელბურთელი. ფეხბურთის თამაში მან ზაგრების დინამოს მეორე გუნდში დაიწყო. თუ გისმენთ? გვარდიოლი? გვარდიოლის სწორი პასუხია, კი ბატონო, იოსკო გვარდიოლის სწორი პასუხია და 3-1 გახდა ანგარიში. უცხოური ტურის შემდეგ 7-7-ზე ფეხბურთის ასოციაცია დაწინაურდა ანგარიშით 3-1. შემდეგი ტური გვაქვს მეგობრებო მსოფლიო ჩემპიონატების ტური. მსოფლიო ჩემპიონატის ტური. პირველი შეკითხვა. ამ ქვეყანაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი დღემდე სარეკორდოა, როგორც მაყურებელთა საშუალო დასწრებით. ამერიკა. ამერიკას სწორი პასუხია, კი ბატონო, ამერიკის შეერთებული შტატები 1994 წელს ყველაზე მეტი მაყურებელი სწორედ მაშინ დაესწრო ამ ჩემპიონატს. ნუ ეს რატი სტადიონების ბრალი არის, თორე ახლა სხვაგან ვიცით რომ უფრო მეტი დაესწრებოდა. 4-1 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა ისევ მსოფლიო ჩემპიონატის ტური. გაგვექცე. გაგექცენ, მაგრამ წინ ძალიან ბევრი კითხვაა, როგორც იცით და მათ შორის ორხულიანები ქართულ ფერმერს. შემდეგი შეკითხვა. ამ ქვეყნის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატების რამდენიმე ანტირეკორდის მფლობელია. მაგალითად, როცა ქვეყანა მუნდიალს უმასპინძლა, გუნდმა არ ნახულად ბევრი 14 ბურთი გაუშვა. ამას გარდა ნაკრები იმავე ტურნირზე ორჯერ თან ზედიზედ დამარცხდა სალვადორი? არ არის სწორი პასუხი, სალვადორს არ უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის. უმასპინძლა იყო? ბატონო, და თქვენ ბოლომდე შეგვიძლია ისმინოთ. თან ზედიზედ დამარცხდა მინიმუმ 3 ბურთის სხვაობით. არადა ამ თავზარდაცევ ამბებამდე ეს გუნდი ბევრი რამით ამაყობდა. მათ შორის იმ ფაქტითაც, რომ თავის დროზე პირველი არაევროპული გუნდი გახდა, რომელმაც ევროპაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ბრაზილია. ბრაზილია სწორი პასუხია, კი ბატონო, ბრაზილია სწორი პასუხი. აი რაღაც არ მოусმინე, გამოგეპარა შუაში რაღაც. მასპინძლობა გამომეპარა. კი ბატონო. 5-1 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. 2018 წელს სოჭში კრისტიანო რონალდუმ ესპანეთს 3 გოლი გაუტანა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გახდა ყველაზე ასაკოვანი, რომელმაც ჰეტ-ტრიკი შეასრულა. პორტუგალიელმა ამ ნიდერლანდელი თავდამსხმელის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1978 წელს 30 წლისამ გაუტანა 3 გოლი ირანს. ისმენთ? ესკესი? არა, ესკესი არ არის სწორი პასუხი. გავაგზელებ შეკითხვას. 70-იანი წლების მიწურულს ეს ფორვარდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში. 1976 წელს ფრანს ფუტბოლის რეფერენდუმი მან მეორე ადგილზე დაასრულა. 1978 წელს კი მესამეზე. ის თასების პრობელთა თასის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გახდა. რენსებრიკის სწორი პასუხია, დიახ, სწორი პასუხია და 6-1 ხდება ანგარიში. მოკლედ ჯერჯერობით კითხვა არ გამაზულა. პირველი კითხვა იყო მოყვარულებმა, მე დანარჩენი უკვე თქვენ 6-1 ანგარიში, მაგრამ წინ კიდევ ბევრი შეკითხვაა მეგობრებო და გადავდივართ ფოტო ტურზე.
ფოტო ტურზე მე შეგახსენებთ, რომ პირველი ფოტო იქნება 3-4-ზე ფოტო, იქნება ფეხბურთელის ფოტო, გამოჩნდება პატარა ფრაგმენტი და თქვენ უნდა გამოიცნოთ თუ გეცნობათ შეგიძლიათ დააჭიროთ, თუ არა და მეორე ფრაგმენტს დაველოდოთ, მე ბოლომდე გახსნას და ასე შემდეგ. ესეც რა თქმა უნდა დასწრებაზე. მაშ ასე 3-4-ზე ფოტო პირველი ფრაგმენტი. აბა ხო ბარ გვეცნობა შემთხვევით ეს ადამიანი. კარგი, რადგან არა გვაქვს პასუხი, გავხსნათ მეორე ფრაგმენტიც. ისმენთ? ფრანჩესკო. ენცო ფრანჩესკოლის სწორი პასუხია, ურუგვაელი, ლეგენდარული ურუგვაელი ფეხბურთელი, ენცო ფრანჩესკოლის სწორი პასუხია ნამდვილად და კიდევ ერთი ქულა 7-7-ზე ფეხბურთის ასოციაციას და ანგარიში ხდება 7-1. შემდეგი ფოტო გახავთ მსოფლიო ჩემპიონატიდან, მეგობრებო. უნდა გამოიცნოთ რომელი ორი გუნდი თამაშობს აბა გისმენ? გერმანია, არგენტინა არ არის სწორი პასუხი და შეგვიძლია გავხსნათ მეორე ფრაგმენტიც და შეგიძლიათ უპასუხოთ, შეგიძლიათ დაველოდოთ ბოლომდე გახსნას, იმიტომ რომ გავხსნათ ბოლომდე. გერმანია დასავლეთ. კი ბატონო, გერმანია კი ბატონო, GFR არის სწორი პასუხი, ნამდვილად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა არის სწორი პასუხი და კიდევ ერთი ქულა თქვენ და 8-1 ანგარიში და ახლა უკვე არის ორქულიანი, მეგობრებო, გადავდივართ ქართულ თემაზე და უნდა გამოვიცნოთ ფოტო იქნება რომელი ორი გუნდი თამაშობს. ნუ ერთ-ერთი გასაგებია საქართველოს იქნება და მეორე რომელ ნაკრებს ეთამაშება ამ ფოტოზე, რომელი ნაკრებია გამოსახული. კოლეგეთ ესე ხოდა ვერ ხვდები ჯერ. ვერ ხვდა. კარგი, რადგან არ არის, გავხსნათ კიდევ დავამატოთ პატარა მონაკვეთი, აბა იქნება რაღაცა გვიკარნახოს. დააჭირა 7-7-ზე ფეხბურთის ასოციაცია. საქართველოს გიბრალტარი ხო? გიბრალტარი არ არის სწორი პასუხი და ბოლომდე შეგვიძლია გავხსნათ და უკვე თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ, მოყვარულთა ლიგას აქვს შანსი რომ უპასუხოს. აბა თუ გვეცნობა. აბა გისმენთ? მალტა, საქართველოს მალტა, კი ბატონო, მალტის ჯვარი არის. გეტრაზე შეგეძლოთ რომ გამოგეცოთ. კი ბატონო, 8-3 გახდა ანგარიში, შეამცირა სხვაობა მოყვარულთა ლიგამ და გადავდივართ ქართულ ტურზე. ქართული ტური არის ორქულიანი, მეგობრებო. რამდენი კითხვა? 4 კითხვა არის და ქართულ ტურს ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია, ასე რომ ყურადღებით ორივე გუნდს და ვიწყებთ ქართულ ტურს. ქართული ტური პირველი შეკითხვა. ვეტერანმა მარჯვენა მცველმა კარიერა 5 წლის წინ დაასრულა. მან 10-ზე მეტი ქართული კლუბის შემადგენლობაში ითამაშა, მათ შორის თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო, ფოთის კოლხეთის ცხინვალი, თუმცა ის საჩხერის ჩიხურადანაც უნდა გახსოვდეთ, სადაც კაპიტანიც იყო. ჩიხურას შემადგენლობაში ის საქართველოს სუპერთასს დაეუფლა. შოთაკაში. არ არის კაშია სწორი პასუხი და დავიკითხავ ბოლომდე. მანამდე კი დინამოს მაისურით ორჯერ გახდა ჩემპიონი. ეროვნულ ნაკრებში ის პირველად ალან ჟირესმა ათამაშა 2005 წელს. უკანასკნელი მე-14 შეხვედრა კი 2009 წელს ჩაატარა, როცა გუნდს არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა. 2010 წელს ბაქოს ინტერის შემადგენლობაში ის ქართველი მცველი აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა. შავანაც. არ არის სწორი პასუხი, დავით ოდიკაძე არის სწორი პასუხი, ოდიკაძე. ასმეუნებით, ოდო როგორ არ გახსოვდათ კაცო. თან თქვენ დათამაშობს მე მგონი, ხო? ეს ამოვჭრა. ოდიკაძე რო ნახე ვონც. ვით თქვენთანაც ხო არ თამაშობს, არა? თამაშობდა, ხო? აჰა, კი ბატონო. კარგი, პირველი კითხვა გაიმაზა სამწუხაროდ. მაგრამ არა უშავს, გავაგრძოთ. შემდეგი შეკითხვა, 8-3 არის ისევ ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. 2021 წელს, როცა მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ის ეროვნული პირველობის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ და საუკეთესო მცველად დაასახელეს. მან მალე მიაშურა უცხოეთს და მას შემდეგ ტიტულების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ლეგიონერია.
ცრვენა ზვესდას და შახტარის მაისურით 7 ტიტული აზაროვის სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, ირაკლი აზაროვია. სწორი პასუხი და 8-5 ხდება ანგარიში, შეამცირა კიდევ უფრო სხვაობა მოყვარულთა ლიგამ და გადავდივართ შემდეგ შეკითხვაზე. ეს ტექნიკური ნახევარმცველი, რომელსაც მეტწილად მარცხენა ფლანგზე ვხედავთ ხოლმე, შარშან ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საფრანგეთთან დრამატულად წაგებული მატჩიდან უნდა გვახსოვდეთ. თამაშის მიწურულს მან ჯერ ანგარიში გაათანაბრა, 94 წუთზე კი მისი პასით საბა საზონოვმა გაიტანა გოლი. იმ დღევანდელი კარგი თამაში ფრანგ სელექციონერებს არ გამორჩენია და მან მალე კარიერა მეცში გააგრძელა. ისევ მოყვარულებმა დაასწრეს. არა, წიტაიშვილი არ არის სწორი პასუხი. აბუაშვილის სწორი პასუხია. კი ბატონო, აბუაშვილის სწორი პასუხია. უჩ. წიტა შარშან უკვე ამოსული იყო. 10-5-ია ანგარიში. აბუაშვილი. სადამას თავიდანვე დამასწორდა. და ქართული ტურის ბოლო შეკითხვა. ამ თავდამსხმელის მამაც ფეხბურთელი იყო და ბაბუაც. ტანმაღალმა ფორვარდმა ფეხბურთის თამაში თბილისის 35 სკოლაში დაიწყო. მალე კი თურქეთის ანტალიასპორის აკადემიაში დაირჩა. ბუჯირის სწორი პასუხია დავით ბუჯირი. კი ბატონო, სწორი პასუხია რითი გახსოვთ თუ ანტალიასპორზე თუ ბევრი არ არის ეგეთ ხო? კი ბატონო, 10-7-ია ანგარიში. 7-7-ზე ფეხბურთის ასოციაცია ლიდერობს. და გადავდივართ შემდეგ ტურზე და შემდეგი ტური არის სარბიელის არქივი. პირველი შეკითხვა არის ერთქულიანი, მეორე შეკითხვა ქართულ თემაზეა და არის ორქულიანი. 10-7 ანგარიში და გადავდივართ. გამოჩნდება გეტყვით ახლავე და მე გამოჩნდება ფოტო. სარბიელის პირველ გვერდზე იყო ეს ცხრილი, თქვენ უნდა მითხრათ რომელი წლის სარბიელი არის. აბა ესეთი ცხრილი დააჭირა 1998 წლის სოფლიო ჩემპიონატი. 1998 წლის სოფლიო ჩემპიონატის ცხრილია, კი ბატონო. კი ბატონო, სწორი პასუხია ნამდვილად და ერთი ქულა თქვენ 11-7 ანგარიში. და შემდეგი ფოტო, რაც იქნება, კითხვა არის, რომელი კლუბის სახელია დამალული. გამოჩნდება ხა ფოტო, მე წავიკითხავ და თქვენ რა თქმა უნდა ისევ დასწრებაზე. რაღა 20 ივნისამდე 10-ოდე დღეც და რაღაც ეს კლუბი თავის ნახევარსაუკუნოვანზე მეტი წლის ისტორიაში პირველ ოფიციალურად ისმეთ მოყვარულთა ლიგამ დაჭირა. ბათუმის დინამო ეთამაშებოდა ერებუნს? არა, ბათუმის დინამო არ ეთამაშებოდა ერებუნს. წავიკითხავ ბოლომდე პირველ ოფიციალურ საერთაშორისო შეხვედრას გამართავს ინტერტოტოს გათამაშების აწყის სტადიაზე სომხურ ერებუნს უმასპინძლებს. ერთი კვირის თავზე ერევანში საპასუხო ორთაბრძოლად შედგება. ზესტაფონის მარგვეთი. არ არის, სწორი ქუთაისის ტორპედო არის, სწორი პასუხი ტორპედო იყო. ბათუმს არარატთან არის გათამაშები. და გადავდივართ ქალაქობანაზე. მეგობრებო, ქალაქობანას ტური. შეგახსენებთ, რომ ქალაქობანაში ჩვენ გვაქვს 5 შეკითხვა. თავიდან ვიცით რა ასოზე უნდა იწყებოდეს ყველა პასუხი. ამოვა ლოტოტრონზე ეს ასო. მე ვსვავ კითხვებს თქვენ წერთ ამ პასუხებს და მეორეჯერ უკვე აღარ ვიცით რა ასოზე არის და უბრალოდ ყველა ისევ ერთ-ერთი ასოზე იწყება. მაშასე დავატრიალოთ დოლურა და რომელი ასო ამოვა პირველი ვნახოთ. ასობგერა Z. მაშასე დავიწყეთ ნაკრები. აფრიკის ნაკრები, რომლის ყველაზე სახელოვანი მოთამაშე ბრიუს გრობელარია. აფრიკის ნაკრები, რომლის ყველაზე სახელოვანი მოთამაშე ბრიუს გრობელარია. კლუბი. მე-20 საუკუნის ყველაზე ტიტულიანი აფრიკული კლუბი. მე-20 საუკუნის ყველაზე ტიტულოვანი აფრიკული კლუბი. უცხოელი ფეხბურთელი. მე-20 საუკუნის ესპანეთის საუკეთესო მეკარე. ნუ როგორც ესპანელებმა დაასახელეს. მე-20 საუკუნის ესპანეთის საუკეთესო მეკარე. ქართველი ფეხბურთელი. დინამოელი, რომელიც 2001 წელს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თბილისის დინამოელი, რომელიც 2001 წელს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. დამწვრთნელი. სოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ნაკრებად აღიარებული ბრაზილია 1970-ის მთავარი მწვრთნელი. სოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ნაკრებად აღიარებული ბრაზილია 1970-ის მთავარი მწვრთნელი. მაშასე
დავასრულეთ, შეგვიძლია ვაჩვენოთ კამერებს, მივუშვიროთ კამერებს, რეები გვაქვს შევსებული. ბატონო და მოდი მივყვეთ. აფრიკის ნაკრები, რომლის ყველაზე სახელოვანი მოთამაშეა ბრიუს გრობელა. ზამბია დაწერე ჩემ. ზიმბაბველი იყო ბრიუს გრობელა. რომელიც მე საკმაოდ თაღლით ურამბებშიც გაეხვა. კლუბი მე-20 საუკუნის ყველაზე ტიტულოვანი. ზემელეკ. კი ბატონო, სწორი პასუხია თითო ქულა, ანუ 12-ით 8 გახდა ანგარიში. შემდეგი უცხოელი ფეხბურთელი მე-20 საუკუნის ესპანეთის საუკეთესო ზამორა. სწორი პასუხია რა თქმა უნდა 13-ით 9 არის ანგარიში. ქართველი ფეხბურთელი, დინამოელი, რომელიც 2001 წელს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ზირაქიშვილი არის. სწორი პასუხი ზივზივაძე. დაიბადა. ხო, მაშინ პატარა იყო ნამდვილად. და სამი ქულა. ჩვენ ესე იგი 13-ით 9 იყო, 16-ით 9 გახდა ანგარიში და ზაგალო ორივეს გვიწერია. 17-ით 10 არის ანგარიში. თუმცა ჯერ კიდევ წინ არის 5 შეკითხვა და ახლა მთავარია მობილიზაცია, ანგარიშია? ფილმეთად. და 5 შეკითხვა ახლა უკვე არ ვიცით რა ასოზე იწყება სწორი პასუხები, უბრალოდ ყველა პასუხი იწყება ერთ-ერთი იგივე ასოზე. მაშასე დავიწყეთ. ნაკრები. ეს ნაკრები 10 წლეულების მანძილზე ქემალ სტაფას სახელობის სტადიონზე თამაშობდა. ეს ნაკრები 10 წლეულების მანძილზე ქემალ სტაფას სახელობის სტადიონზე თამაშობდა. კლუბი ერთადერთი კლუბი, რომელმაც ზედიზედ 3-ჯერ ითამაშა თასების მფლობელთა თასის ფინალში. ერთადერთი კლუბი, რომელმაც ზედიზედ 3-ჯერ ითამაშა თასების მფლობელთა თასის ფინალში. უცხოელი ფეხბურთელი. ფიორენტინას ბრაზილიელი თავდამსხმელი, რომელიც ძალზე წააგავს უქიმერიონის ლიდერ ხვედელიძეს. ფიორენტინას ბრაზილიელი თავდამსხმელი, რომელიც ძალზე წააგავს უქიმერიონის ლიდერ ხვედელიძეს. ქართველი ფეხბურთელი. სოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე პირველი ქართული გოლის ავტორი. სოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე პირველი ქართული გოლის ავტორი. და მწვრთნელი. ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც 6-ჯერ გაიყვანა კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც 6-ჯერ გაიყვანა კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მაშასე შეგვიძლია კამერებს ვაჩვენოთ, რა ნადავლი გვაქვს. უსაწავა გეჩი. ყველაფერი აურიეთ. აურიეთ ყველაფერი, თქვენ თუ შეიძლება რომ კამერას ვაჩვენოთ, რომ დაფიქსირდეს მაინც ყველაფერი ვიწერია და დავიწყოთ. 17-10 ანგარიში და ალჟირი. მაშასე ნაკრები, რომელიც ქემალ სტაფაზე თამაშობს. ალბანეთი ჩავწერეთ და ეგვიპტე ჩვენ აურია. ალბანეთის სწორი პასუხია, ალბანეთი თამაშობდა 17-13 გახდა ანგარიში. კლუბი, ერთადერთი კლუბი, რომელმაც ზედიზედ 3-ჯერ ითამაშა თასების მფლობელთა თასის ფინალში. ასტონ ვილა ჩავწერეთ ჩვენ. თქვენ კლუბში რა ეზე გვაქვს, ეზე წავედი. ეზე წახვეთ, ანუ თავიდანვე არასოა წახვით. არც ერთი ანდერლეხტი არის სწორი პასუხი. მე გამოვასწორე და მონი გადავრჩით. უცხოელი ფეხბურთელი, რომელიც ძალზე წააგავს უქიმერიონის ლიდერ ხვედელიძეს. აილტონ არა. თქვენ რა გიწერიათ? ანგარიშია 17-13, ხო? კი. ასათიანი და ანჩელოტი. მაგალითად ჩვენც ვიწერია. აი, ხვედელიძეზე ვინ გიწერიათ? აილტონი ვიწერია. ფიორენტინა, ედმუნდო და ასათიანი და ასტონილა ჩვენს გვიწისა. ამარილდო არის სწორი პასუხი. ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც პირველი გოლის ავტორი. მე მივხვდით ბოლოში, უკვე ასე მივხვდით. ყაზე წავედი. ასათიანი ოქტომბერი მივხვდით, რომ ასათიანი იყო. შეგვიძლია შევამოწმოთ. აგე ასათიანი და ანჩელოტი გვიწერია. მან მივხვდით, რომ ავირიეთ. ყაზე მეები პირველი გოლი რო თქვა, მან მივხვდით, რომ ავირიეთ. პირველი გოლის ავტორი. ასათიანი. თორიტოკულა და მწვრთნელი ანჩელოტი. მე მეგონა საბოლოოდ აირიეს. არა, ბოლოს გამოსწორდი რომ ჩანს და გილოცავთ მეგობრებო 7-7 ფეხბურთის ასოციაციას. გილოცავთ შემდეგ ეტაპზე გასვლას. მართლა ძალიან კარგი თამაში იყო, მე ორივე გუნდს გიცნობ და ვიცი რა დონის მწოდნელები ხართ ფეხბურთში, ძალიან კარგი თამაში იყო. ამარილდო ფეოლაში არის ცნობილი ფრაზა. ამარილდო აგავშოს ხვედელიძეს.
კი ბატონო, მოკლედ მოგილოცავთ მეგობრებო, შემდეგ ეტაპის გასვლა და თქვენ ძალიან დიდი მადლობა მაგარი თამაშისთვის. ჩაძაბეს ბოლოს და კინაღამ აკა აცდენილ კინაღამ ასათიან მოგვიშვერა. კი, ცოტათი გადარჩით. ასათიან და ანჩელოტი მოვიგეთო მეგობრებო. ხო, მეგონა, იმიტომ რომ ხო, ეზე დასულები და მაგითო ეგონა. და გოლი როგორც კითხვა, პირველი გოლი ასათია და მივხვდი თუ ავიღია. ნუ ფაქტია რომ ყვითელი რო გეთქვა, მაინც გამოიცნო. პირველი ყვითელი. პირველი ყვითელი. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა თამაშისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი პროექტის წარდგენია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio. ჩვენი სეზონის გამარჯვებული კი უკვე შემოდგომაზე გაემგზავრება საქართველოს ეროვნული ნაკრების გასვლით თამაშზე. ძალიან დიდი მადლობა თამაშისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენ ამბებში. გაიხარეთ. გაიხარეთ, მადლობა.